მეგობრებო, თხოვნა იყო ასეთი ჩემი გამომწერისგან ერთ-ერთისგან და ვითვალისწინებ როგორც თქვენ თხოვნებს საერთო გაშლასთან დაკავშირებით. თემა არის ასეთი, ეხლა ამ გაშლის რეალურად მოდი ესე ვთქვათ 2025 წლის ახალი წლის შემდეგი წლის პერიოდში გამოჩნდება თუ არა რეალური თქვენი კანდიდატი, თქვენი ბედი, თქვენი მომავალი, ვისაც ჯერ არ იცნობთ, მოკლედ იქნება თუ არა ასეთი რეალური კანდიდატი. ნახოთ ახლა, ვინ ხართ თქვენ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენი ეს გაშლა. ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ ახლა ამ წუთას, როცა ამ გაშლას უყურებთ, მოდი ესე ვთქვათ. მენტალურად გეზი გაქვთ აღებული სხვა მიმართულებით, არ ვიცი, სამუშაოს ეხება, ურთიერთობას ეხება, სწავლას ეხება და რაღაცა ახალი საქმით ხართ, ახალი ინფორმაციის მოპოვებით ხართ, ზოგიერთები დაკავებული, ახლებურ პორტრეტს ხატავთ. სამი ამპიტაკლია გაშლას გიკეთებთ ამჯერად წლის კალისო წლის ბორბალზე, რომელიც გვიჩვენებს ბედის შემოbrunების ვარიანტს. ამიტომ ავირჩიე ეს კალო და ამ გაშლისთვის. მოკლედ, რაღაცნაირად თქვენი საქმით, თქვენი ახალი წამოწყებით ხართ, ესე ვთქვათ, გამსჭვალული, ძალიან მოტივირებული, უფრო სწორი სიტყვა იქნება ალბათ, რაღაცა თქვენი ფიქრების და გეგმის ჩონჩხის ხატვაში ხართ, ასე ვთქვათ. ეს შეიძლება იყოს სწავლის მიმართულებაც, რაღაცა ახალ თემატიკას სწავლობთ, რაღაცა ახალი საქმე დაიწყეთ, კიდევ მეორე თქვენ საქმეს მოკიდეთ ხელი, სადაც უფროსი უკვე თქვენ ხართ, პატარა ბიზნესი იქნება ეს თუ სოციალურ ქსელში თქვენი თავის გამოხატულება, მოკლედ რაღაცა ახალი წამოწყების წინაშე დგეხართ, მიმართულება და გეზი როგორც უკვე გითხარით, შეიცვალეთ იქიდან, რაც აქამდე გქონდათ, ეს შეიძლება ზოგიერთისთვის აღიქმებოდეს როგორც ასევე ტერიტორიული მიმართულების შეცვლა, ანუ შეიძლება გადაადგილებაში ხართ, მივლინებაში ხართ და იქ გიწევთ რაღაცა ახალი ახლებურად სამუშაოს მართვა, ემიგრაციაში ხართ, ან ემიგრაციიდან ბრუნდებით, ტერიტორიულ ცვლილებასაც აქვს ადგილი. ამჯერად დღევანდელი ენერგეტიკით რაღაცნაირად მოლოდინის რეჟიმში ხართ. ვიღაცას ელოდებით, გაყურებთ გზას, ვიღაცა უნდა მოვიდეს, რაღაცა უნდა ინფორმაცია მოგაწოდოთ. ჰაერისტიკის ენერგეტიკაში ხართ, ჰაერის დედოფლად წარმოდგენილი, რომელიც ყველაფერს აკვირდება, ჰაერისტიკის ენერგეტიკა. უფრო მენტალური ენერგეტიკა, უფრო გონებით მსჯელობთ და გონებით დგამთ თქვენ ნაბიჯებს, ყველა დეტალს, აი ესეთი დურბინდი გაქვთ, აკვირდებით, ეს იქნება სოციალურ ქსელში, თუ საერთოდ ცხოვრებისეულ მომენტებში, ყველაფერს აკვირდებით, აი პატარა მიკროსკოპით ნაწერიც კი რო თვალს არ გამოგეპაროთ და არ გამოგრჩეთ, ესე ვთქვათ, ხელშეკრულების დადებისას იქნება, თუ საერთოდ რაღაც დეტალების შესწავლისას იქნება. აი ესეთ ინტერნეტის რეჟიმში ხართ, დაკვირვების რეჟიმში ხართ და მოლოდინის რეჟიმში ხართ. გაყურებთ, სერზეთ გეხართ, ვიღაცას გაყურებთ, ვიღაცას ელოდებით. მოლოდინის რეჟიმი გაქვთ და წინა შეგრძნება იმისი, რომ ამ საქმიდან გამარჯვებული გამოხვალთ 6-იან ჟეზლით, ეს არის გამარჯვების კარტი და ამ ჟეზლს გამარჯვებისას ხელში დაიჭერთ, ამ ენერგეტიკაში ხართ ახლა. ემოციებით სავსე ხართ, ტოსტასი ეს არის ემოციით სავსე ადამიანი, სიყვარულით სავსე ადამიანი, ასევე ეს კარტი არის როგორც დადებითი ემოციებით სავსე ადამიანი, ასევე არის მოუთმენლობით სავსე ადამიანი, ასევე არის ნეგატიური ემოციებით სავსე. ემოციები, ასე ვთქვათ, გადმოდის ასეთ ტალღაზე ხართ ახლა დღესდღეობით. თუ ვატყობთ, რომ თქვენ იდენტიფიკაციას რაღაც ნაწილი მაინც ხდება და ამ ენერგეტიკაში ხართ, განაგრძეთ ამ გაშლის ყურება, თუ არა და ასეთ ვარიანტში არ დაგავიწყეთ ლაიკები, კომენტარებიც მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენი გამოვლინებისთვის წინასწარ. და ყველა ჩემ გამომწერს უღრმესი მადლობა სიყვარულის და ერთგულებისთვის. ნახოთ ახლა მოდის თუ არა თქვენი ბედი რეალურად და რეალური კანდიდატი, ასე ვთქვათ, თქვენი მეორე ნახევარი. ისევ 6-იან ჟეზლი, რომელიც შევაბრუნე, იმიტომ გაჩვენეთ, რომ კარც როცა ამოსვლა უნდა სასწაულია, მაგრამ მოდის
ასე კი რაღაც ნაწილისთვის იქნება ასე, ყველასთვის არა, მეორე ნაწილსაც მოვასწრებ და ვიტყვი. ეს ადამიანი თქვენთვის უკვე ნაცნობია, ვისთან ერთადაც უკვე რაღაც პერიოდი განვლილი გაქვთ ცხოვრების და რომელმაც შებრუნდა და წავიდა და ემოციებით სავსე დაგტოვათ, თვითონ თავისი ემოციები დაცლილია ამ მომენტისთვის, არ გაჩვენებთ მის ემოციურ მხარეს და მიგატოვათ, არ ვიცი, წავიდა ემიგრაციაში, წავიდა ემოციიდან განთავისუფლდა თითქოს თქვენი დანახულით, თითქოს რაღაც პასუხისმგებლობაზე უარი თქვა და არ ჩადო ის ენერგეტიკა, რაც თქვენ გინდოდათ და რაც საჭირო იყო თქვენი მოსაზრებით, რომ უნდა ჩაედო თუ მას უყვარდით. ამ ადამიანთან იქნებთ გამარჯვებული თავს. ეს ადამიანი გამოჩნდება, ეს ადამიანი რაღაც დღესასწაულს მოგიწყობთ, ეს იქნება საახალწლო პერიოდის დღესასწაული, არ ვიცი, ვიღაცის დაბადების დღე, შობის შეხვედრა ერთად, რაღაცა რამოდენიმე ადამიანის გარემოცვაში გართობა, შეიძლება პიკნიკის ვარიანტიც იყოს და რაღაცა გარეთ გართობის ვარიანტი, გარეთ აღნიშვნის ვარიანტი, სადაც ემოციურად ძალიან დადებით ემოციებს მიიღებთ და ამ სუფრაზეც შეიძლება რომ ისევ შეხვდეთ თუ მეგობრების წრე გაერთიანებთ და საერთო კოლექტივი გაქვთ, საერთო სანაცნობო ყავთ, სადაც ეს ადამიანი მოდის და გაქვთ შეხება ხოლმე მასთან, ამ ადამიანს ასე ვთქვათ შეგახვედრებთ ცხოვრება და დაგაახლოვებთ ისევ აი ამ სუფრიდან გამომდინარე. ან იქნება მეორე ვარიანტი, რომ ეს ადამიანი გამოჩნდება, იქნებ გამარჯვებულად თქვენ თავს ამ სიტუაციაში, რომ მაინც მოვიდა და მაგზნობინა, რომ ბოლო-ბოლო უყვარვარ და ესეთ რაღაც დღესასწაულს მოგიწყობთ, კარგ გართობას მოგიწყობთ. ეს ადამიანი ნაწილი ამ გაშლისა უკვე თქვენ იცით, უკვე მასთან კონტაქტი გქონდათ, უკვე თქვენი, ასე ვთქვათ, პარტნიორი არის რაღაც პერიოდში, ანუ პაუზის ვარიანტში ვინც ხართ, მისთვის იქნებით რესურსული ქალბატონის, ასე ვთქვათ, მეუღლის კარტი ამოდის, მომავალი მისი მეუღლე იქნებით. ეს იქნება ნაწილისთვის, დანარჩენი ადამიანებისთვის კიდევ რომ გავიგოთ მომავალ წელს. მოდის თუ არა თქვენი კანდიდატი, ნამდვილად მოდის მეგობრებო, ჯერ ერთი როგორ მოკრის, ნახეთ. შეძლის პრინცია, ეს არის ცეცხლოვანი მამაკაცი, ცეცხლის სტიქიის წარმოადგენელი შეიძლება იყოს ლომი, ვერძი ან მშვილდოსანი, მაგრამ არ არის მნიშვნელობის დიდი, ასე ვთქვათ, ჰოროსკოპი, ეს არის ენერგეტიკულად ძალიან ცეცხლოვანი ტიპაჟი, ძალიან ქალების გულთამპყრობელი, ძალიან ცეცხლი რო უჩქებს, ბევრი გადაადგილებები აქვს, შესაძლებელია მანქანაზე უწევს ხშირი მიდი-მოდი სამუშაო რეჟიმში და ძალიან სულ მოუსვენა რეჟიმშია ამ ადამიანთან. ყველა ვარიანტში მომავალ წელს იგრძნობთ რაღაცა დასტაბილურებას თქვენი ურთიერთობის. 4-იან ჟეზლი არის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი კარტი ტაროში, რომელიც ეს სახლი საფუძვლიანი თუ არ იქნება, ხეზე სახლს მაინც ეს ადამიანი გადადგავს იმ ნაბიჯს და შემოგთავაზებთ და მაპატიეთ, იგრძნობთ რომ ეს არის თქვენი ბედი, თქვენი სიყვარული. გაგინათებთ, ასე ვთქვათ, მზე, ეს არის ჩემი გვერდის ქუდი, ასე ვთქვათ, ფოტო, რომელიც ძალიან მიყვარს მზე. მზე ეს არის ყველაზე ერთ-ერთი დადებითი კარტი. ნამდვილად განათება და ნამდვილად სითბო იმ ადამიანით, ვინც დღესდღეობით მეგობრებო, ნამდვილად მოდის ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა თქვენთან საუბარი, აი მოდის, ნამდვილად მოდის თქვენი ცხოვრებაში ეს ადამიანი, რომელიც გაგინათებთ მზესავით გულს და სულს, რომელიც მანიპულატორია ცოტა არ იყოს მაგია ურთიერთობაში, მაგრამ იმდენს ვეღარ იმანიპულირებს და მოუწევს რომ მოვიდეს და გაგახაროთ, თქვენ მისთვის საყვარელი ქალი ხართ, თქვენ მისი გულის და სულის და ემოციების ადამიანი ხართ, წყლის სტიქიის ქალად არის ეს დედოფალი წარმოდგენილი წყლის სტიქიას შეგახსენებთ რომ არის თევზები კიბორჩხალა და მორიელი, მოკლედ მისთვის საყვარელი ქალი ხართ, თასით სავსე, ემპათიური, ძალიან მგრძნობიარე ქალი ხართ, ვისაც ვერ მიატოვებს და ვერ დატოვებს. ასეთი ადამიანი გამოგიჩნდებათ და 10-იან პენტაკლი, ეს არის ოჯახური სტაბილურობის კარტი, ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანი ტრადიციული კარტი, ფინანსებით სავსე, ასე გქონოდეთ შესრულებული იყოს ეს ყველაფერი გისურვებთ.